შუამთობა მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იალაღებზე აღენიშნება. ტრადიცია მესაქონლეთა საზაფხულო საძოვრებზე ყოფნის შუა პერიოდს უკავშირდება და ადგილობრივები მას ძველი დროიდან იცავენ. დღესასწაულის მთავარი სიმბოლოა დოღი, სტუმრების განსაკუთრებული ინტერესს იწვევს ქართული ჭიდაობა. კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც შუამთობასთან ასოცირდება, ნიშნობა. სიმბოლური რიტუალი, როცა მთაში წყვილები ქორწინებას საჯაროდ აღნიშნავენ. დღესასწაულს ყოველწლიურად სტუმრობენ ტურისტები, საზეიმო განწყობაზე კი ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები და სხვადასხვა შემსრულებლები ზრუნავენ. ბეშუმში შეკრებილებს შუამთობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა მიულოცეს. დილიდან მაღალმთიან აჭარაში ხალხმრავლობაა. წელსაც ტრადიციულად ბეშუმში ადგილობრივები და ჩამოსული სტუმრები შუამთობას აღნიშნავენ. სახალხო ღონისძიება კი უხუცესთა ანსამბლმა ვერ მუხამ გახსნა. ყოველი წლის აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ბეშუმი ხალხური ტრადიციების, ფოლკლორისა და მთის კულტურის მთავარი ეპიცენტრია. მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც მთაში ასული მემთეურეები ზაფხულის საძოვრებზე ცხოვრობდნენ და ბარიდან ასულ ოჯახის წევრებს ხვდებოდნენ. ეს დღე მათთვის ერთმანეთთან შეხვედრის, დასვენების, ვაჭრობის და დღესასწაულის შესაძლებლობა იყო. დროთა განმავლობაში ტრადიცია სახალხო ზეიმად გადაიქცა და დღემდე სხვადასხვა კუთხის მოსახლეობას აერთიანებს. შამთობის დროს, შუა დრო რომ მოვა, ახალგაზრდობა მთლიანად ამოდის ამ მთაში სტუმრად და აქ იმართება ძალიან ბევრი სტუმარი მოდის, სტუმართ მასპინძლური ტრადიციები, აქ ხდება ქორწილი, შეიძლება დანიშნა და აქ იმართება სახალხო დღესასწაული. ეს ჩემი ქვეყნის დღესასწაულია, ჩემი მთების და ძალიან კარგი დღესასწაულია. გვაერთიანებს სრულიად საქართველოს. პირველად როცა მოვედი, მას მერე დავდივარ, რადგან ასეთ შესანიშნავი და კარგი ღონისძიება იმართება აქ. ყველა ასაკზე მორგებულია, ყველანაირად მაქსიმალურად ეცდებიან, რომ გაერთოს ყველა ასაკის ადამიანი. შუამთობა ეს ერთის მხრივ იმ გაგებითაც ქვია, რომ ესე იგი სამი თვე აქვს შუამთობა რა, რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ დადგინდა ეს დღესასწაული. იკრიბება მემთევრებს სტუმრობთ მთაში, გულოცავ ყველა აჭარელს, ყველა მთლიან საქართველოს, ეს ძალიან კარგი დღესასწაულია და მერტმა ასეთი ბევრი დღესასწაული გვაღირსო საქართველოში. კურორტ ბეშუმში დღე საკმაოდ დატვირთული იყო. მთელი დღის განმავლობაში მოეწყო სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. ამ დღის განუყოფელი ნაწილია სპორტული აქტივობები, მათ შორის დოღი და მკლავჭიდი. მთის ფერდობზე მოეწყო კვების სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, სპეციალური ინსტალაციები და ფოტოზონები. ბეშუმობა მხოლოდ დღესასწაული რომ არ არის, დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ეს არის შეხვედრა მთასთან, ფესვებთან და ტრადიციებთან. მაღალმთიან აჭარას უცხოელი ტურისტებიც ესტუმრნენ. ხალხი აქ ძალიან მეგობრულია და აქ ყოფნა ნამდვილად ძალიან კარგია. ერთგვარი პრივილეგიაა. ძალიან გაგვიმართლა. მე ინტერნეტში ვნახე, რომ აქ ფესტივალი იმართებოდა და გადავწყვიტეთ, რომ საინტერესო იქნებოდა აქ ჩამოსვლა ბეშუმში და ფოლკლორის ნახვა და ადამიანებთან შეხვედრა. ძალიან ბევრი გახარებული ხალხია. ყველა კარგ დროს ატარებს და ეს ძალიან კარგია. სახალხო დღესასწაულს თან ახლავს განუყოფელი ტრადიციები. გარდა ნაციონალური ცეკვებისა და მრავალხმიანობისა, ადგილობრივებს შუამთობას იალაღებზე დანიშნული წყვილებიც ახლავთ. სპეციალურად ამ დღისთვის მაღალმთიან აჭარას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ესტუმრნენ და მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცეს. მიხეილ ყაველაშვილმა, ირაკლი კობახიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება რეგიონის მრავალფეროვნებასა და მის კიდევ უფრო განვითარებაზე გაამახვილეს. შუამთობის დღესასწაული არის ჩვენი მადლიანი სიკეთე და განსაკუთრებული ხასიათი. დღეს აქ შეკრებილი არის უამრავი ადამიანი, ჩვენი რეგიონის სტუმრები, მკვიდრები და ნამდვილად ხედავთ უწყვეტ ჯგუფს წარსულსა და მომავალს შორის. რას ნიშნავს სახალხო დღესასწაული? რატომ არის ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად აღსანიშნავი? იმიტომ რომ აქ ჩანს ქართველი ადამიანის ბუნება, მისი ხასიათი, მისი კულტურა, მისი ფოლკლორი. ნახეთ ჩვენ, ხო, ჩვენი ბერმუხა, უხუცესების ანსამბლი, როგორ მოძრაობენ, როგორ აღვივებენ სიცოცხლეს და სიმტკიცეს და როგორ გადასცემენ ჩვენს მომავალ თაობას. სწორედ ეს არის პატარა, მაგრამ დიდი ერის
გამოძახილი. ეს კუთხე არის გამორჩეული ყველა თვალსაზრისით, გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ბუნებით, გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული კულტურით, თავისი ტრადიციებით და მდიდარია ყველა თვალსაზრისით. თავარი სიმდიდრე ამ კუთხის მაინც არის ხალხი, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი გაუზიაროს ადამიანებს სიყვარული და სიხარული და ეს არის რასაც ყოველჯერზე ვცნობთ. მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია დღესაც ცოცხალია. სახალხო დღესასწაული, რომელიც ყველა თაობასა და სხვადასხვა კუთხეს აერთიანებს, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კულტურული მემკვიდრეობა სწორედ მაშინ ცოცხლობს, როდესაც მას თაობიდან თაობას გადასცემენ.